ბრაზილიაში რიო-დე-ჟანეიროში ოფიციალურად დაიწყო კარნავალი. ერთწლიანი მზადების შემდეგ სამბის წამყვანი სკოლების მოსწავლეები სამბა დრომზე გამოვიდნენ. მათ ათასობით მაყურებლის წინაშე სხვადასხვა წარმოდგენა გამართეს. ერთ-ერთი წარმოდგენა ეძღვნებოდა ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას. თუ როგორ დააღწია თავი მან სიღარიბეს და როგორ იქცა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერად. სწორედ ამ თემამ გამოიწვია სამართლებრივი დავა და მწვავე რეაქცია მემარჯვენე პოლიტიკოსების მხრიდან. კრიტიკოსების თქმით, წარმოდგენა შესაძლოა ნაადრევ საარჩევნო აგიტაციად ჩაითვალოს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების წინ, რითაც ირღვევა საარჩევნო წესები. სამბის სკოლა ამ ქვეყნის ხალხური კულტურის წარმოსაჩენად გამოდის. ბიჭის თვალით დანახული ისტორიით, რომელიც მულუნგოს ხის წვერიდან იწყება. დონალინდუშვილი პრეზიდენტი ხდება და ღარიბთა და მუშათა უფლებებს იცავს. სოციალური თუ სხვა სფეროს განვითარებისთვის გატარებული რეგულაციებით ქვეყანაში ნამდვილ რევოლუციას ახდენს. მოლოდინი ძალიან დიდია, რადგან ჩვენი თემა გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ მრავალფეროვანები. ნეი მატოგროსუ ხომ თავად ძალიან საინტერესო ფიგურაა. ბალეტის მოცეკვავისთვის, როგორც ხელოვანისთვის, ასეთ ძლიერ შემოქმედთა მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამბის სკოლების სპეციალური ჯგუფების წარმოდგენები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ყოველდღე მაყურებლის წინაშე 4 სკოლა წარდგება. რიოს სამბა დრომი კარნავალის მთავარი სცენაა. 1980-იანი წლებიდან ის ბრაზილიური კარნავალის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება.